ქვეყნის სულიერი წინამძღოლი და ისტორიული ფიგურა, რომელმაც მდიდარ სულიერ მემკვიდრეობასთან ერთად არაერთი დარიგება და შეგონება დაუტოვა. მთავარი მოწოდება იყო ურთიერთსიყვარული, მიტევება და ერთობა. ერთიანობა კი ყველაზე ნათლად გამოჩნდა ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში, როცა საქართველო 151 პატრიარქს გლოვობს. ილია მეორის მიმართ უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, მისი გავლენა და ავტორიტეტი საქართველოს ხდება, რასაც 17 მარტის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული წერილების შინაარსი და ავტოკეფალური ეკლესიების წარმომადგენელთა ემოციები მოწმობს. სამძიმრის წერილებში პირადი კავშირებისა და განსაკუთრებული დამოკიდებულების გარდა ნათლად იკითხება ის დიდი ავტორიტეტი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჰქონდა. გლოვის დღეებში ქვეყანამ სამძიმარი მიიღო სახელმწიფო მეთაურებისა და პოლიტიკური ლიდერებისგანაც, თუმცა მათ შორის არ იყვნენ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და ევროპული ქვეყნების მეთაურები, რაც მმართველ გუნდს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა განცხადებასა თუ გზავნილში ქართული ხალხისადმი თანადგომას აქვს ხაზი გასმული. ხელისუფლების იმედგაცრუება არ ვრცელდება ევროპის ქვეყნების ელჩებზე, რომლებიც 22 მარტს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ. დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრება საქართველოს ეს დღე. მწუხარებაში გარინდული ქართველი ხალხი და ქუჩაში გამოსული 1,5 მილიონი ჭირისუფალი. არა პოლიტიკური შეხედულებით, არა პარტიული კუთვნილებით, არა ვინმეს დასანახად ან ხათრით, მხოლოდ რწმენით და სიყვარულით, რომლითაც დიდი და პატარა ეთხოვებოდა კათოლიკოს პატრიარქს. იშვიათად ახსოვს საქართველოს ისტორიას ასეთი გლოვა, ასეთი მძიმე დღე და ასეთი კადრი, როცა ქუჩაში მართლა მდინარედ მოედინებოდა მართლა მთელი საქართველო. ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა გასულ ერთ კვირაში ბევრი სამძიმარი მიიღო. მათ შორის საქართველოში გახსნილი ყველა საელჩოდან და მათ შორის თავისთავად ცხადია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდანაც. თუმცა არა მხოლოდ. ქართულ ხალხს დიდ მწუხარებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირადად მიუსამძიმრა. და მაშინ, როცა სუპერ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მსოფლიოში ალბათ ყველაზე დაკავებულმა დიპლომატმა საჭიროდ ჩათვალა ხალხისთვის სამძიმარი პირადად ეთქვა, შეკითხვა გაჩნდა, რატომ დუმდნენ სხვები. ისინი, ვინც სახელმწიფო მდივნისგან განსხვავებით, ტრიბუნიდან აუდიტორიას ქართველი ხალხის სახელით ხშირად ესაუბრებოდნენ და სიტყვით იჩემებდნენ საუკეთესო და გულწრფელ მეგობრობას. რომ კითხო დღე და ღამე საქართველოზე უცენდებათ და უღამდებათ საქართველოზე ფიქრით. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან, საქართველოსთან თუ ქართულ ხალხთან. და ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები ვერ მოძებნეს, დრო ვერ მოძებნეს, ასე რომ ესეც ვფიქრობ დიდი გაკვეთილი იყო ქართველი ხალხისთვის. აი ეს არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცივილიზაციურ უბსკულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი მაღლა დგას ვიდრე ადამიანური ღირებულებები. არა და ამღერებულებებით. გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დუმდა ყველა. მართლმადიდებლურ გლოვაში დღესასწაულის აღნიშვნაზე უარი თქვეს იეზიდებმა. უარი თქვა მუსლიმმა თემმაც, რომელმაც მოძმე მართლმადიდებლებთან ერთად ღირსეულად დაიდირა კათოლიკოს პატრიარქი. გლოვას, რომელმაც მართლა მთლიერი გააერთიანა, კიდევ ბევრი სამძიმრის სიტყვა მოუხდებოდა. მაგალითად, აი ასეთი. ძალიან სამწუხაროა ის, რაც ქართველი ხალხის თავს ხდება. გთხოვთ, გამაგრდით. მაგრამ ეს შარშანდელი განცხადებებია სულ სხვა თემაზე და სხვა ქართულ ხალხზე. უпростоრად ხალხის ერთ ნაწილზე, პროტესტის მონაწილეებზე. იგივე ფრაზები, იგივე აქტორთა ნარატივში მრავლად იძებნება და ამიტომაც აღმოჩნდა ხმაურიანი, მაღალჩინოსანთა დუმილი. ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მწუხარებისა და გლოვის ჟამს. ხმაურიანი და გასაკვირი. მაშინ როცა წლების განმავლობაში ყოველ დღე, ყოველ თვე, გულმხურვალე მეგობრობის მტკიცებაში საქართველოზე კრიტიკული სტატუსების წერას სჭირდებოდა 5 წუთი. რევოლუციის სცენარის მიმდევართა მხარდასაჭერად საქართველოში ჩამოსვლას და სცენას იასვლას საშუალოდ 5 საათი. მაგრამ სამძიმრის ერთი პატარა წინადადებისთვის 5 დღეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. და ამ კლასიფიკაციით დაყოფის შემთხვევაშიც ხმაურობს ყველაზე დიდ მწუხარებაში თვითგამოცხადებულ მეგობართა დუმილი. რადგან ჭირისუფლად კათოლიკოს პატრიარქის ცხედარს სწორედ ქართველი ხალხი მიხვებოდა. ვიდრე 5 დღის განმავლობაში ისევ ქართველი ხალხი ღამეს ათევდა სამების საკათედრო ტაძართან რიგში, მაგალითად ჯოულსონმა საქართველოზე 2 პოსტი დაწერა. ორივე კრიტიკული და აუდიტორიას ჰელსინკის კომისიის შეშფოთების შესახებ ამცნო. თუმცა
თუმცა ორიდან არც ერთში არ იკითხება არც წუხილი და არც სამძიმრის არც ერთი სიტყვა. დუმს ევროპარლამენტიც, რომელიც მაშინ როცა ერი სულიერ მამას გლოვობდა, სხდომაზე საქართველოში ადამიანის უფლებებზე სწუხდა. საუბრობდა ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე და არავის უფიქრია იმ ტრიბუნიდან სამძიმრის ერთი სიტყვა ეთქვა. ხმაურიანი რეზოლუციების ავტორთაგან, რომლებმაც ქართველი ხალხის სახელით ათობით ჩანაწერი მიუძღვნეს, ხან მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ხან ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას, ამ დრომდე სამძიმარი არავის გახსენებია. მათ შორის არც რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც თავს ქართველი ხალხის ერთგულ მეგობრად მიიჩნევს და ყველაზე მეტს საუბრობს საქართველოზე. იუკნევიჩიანემ დუმილი დღეს დაარღვია, როცა ელენე ხოშტარიას განაჩენს მალევე გამოეხმაურა და ერთი პოლიტიკოსის პატიმრობაზე დაწერა მთელი ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგასო. და თუ ერთი პოლიტიკოსის კრებსით ქართველ ხალხად მიჩნეულ გულშემატკივრებს იუკნევიჩიანემ მხარდაჭერა 1 საათში აჩვენა, საინტერესოა რატომ ვერ გაიმეტა მთელი 5 დღის განმავლობაში ერთი ფრაზა მილიონობით ქართველისთვის, რომელიც გარდაცვლილ სულიერ მამას გლოვობდა. ვერ დააცემინებს ვინმე ეგრეთ წოდებული მათი პატიმარი იქიდან რაღაცა ჯანმრთელობა რო არ მიაძახონ, ან კარგად იყავი რო არ მიაძახონ. ამიტომ იმის დროს თუ პოულობენ, ახლა მით უმეტეს უნდა ებოვათ. ეს იყო პასუხი იმ 1,5 მილიონ ადამიანისათვის, რომლებიც სრემლიანი იდგა ქუჩაში და რომლებიც ვერ იღისენ, თუნდაც ფორმალურად, თუნდაც პრაგმატული მოსაზრების გამო, თუნდაც იმიტომ რომ მოვტყუებულიყავით 3,5 მილიონ ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. აი ეგ არის მათი ფასეულობა და ეგ არის მათი მიდგომა. და ახლა აი ამ ფონზე თქვენ გიკვირთ რომ ქართველ ხალხს ვითომ რო ამბობდნენ რომ ჩვენ ხელისუფლება არ მოგწევს, თორე ქართველ ხალხის მეგობრები ვართო, იმას ემუქრებიან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით. საქართველოში სამძიმრებს არ ეთვლიან, მაგრამ ყოველთვის იმახსოვრებენ. ჭირში ვინ მეგობრად იცნობა და ვინ არა. და მომავალში, როცა დუმილში დამალულები ისევ ტრიბუნასთან და მიკროფონებთან გამოჩნდებიან, საინტერესოა, რას ეტყვიან ქართველ ხალხს, რომელსაც აგერ უკვე წლები ამხოლოდ საპროტესტო აქციებს ეხედავენ, მაგრამ ვერ ხედავენ ვერსად სხვაგან და ვერ დაინახეს ვერც გასული 5 დღის განმავლობაში, როცა სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური მრწამსისა თუ შეხედულების ადამიანები არც პოლიტიკური მოტივით, არც ფულისთვის, არც რამე სხვა მატერიალურისთვის, მხოლოდ რწმენით, მწუხარებითა და სიყვარულით დუმდნენ ქუჩაში. და არავინ დაობს იმაზე, რომ 5 დღე აქამდე არ ნახულ მწუხარებაში ქუჩებში მდინარედ მოდენილი მართლა მთელი საქართველო, ქართველი ხალხი ჩანდა.